როგორია ეს ორი ცხოვრება კაუნასში და მარტვილში? ქართველს ზოგადად სოფლიოში უყურებენ როგორც ძალიან არაგანვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს. რის საფუძველზე ამბობ ამას? ლიეტუვაში კაცი, რომელიც არ მუშაობს, ის ადამიანი საზოგადოების წევრად არ ითვლება. ადამიანი არ მუშაობს, ამის გამო ეხა მოიკვეთო საზოგადოებიდან ცოტა გაურკვეველი არის, მარია. ჩვენ არა ვართ მშრომელი ხალხი. მწარია სიმართლე არის მწარი. ჩვენ ქართველები არ ვართ ზარმაცები და ვმუშაობ. იმითაც დასტურდება, რომ მივდივარ სხვა ქვეყანაში ძალიან ბევრს მუშაობ. საქართველოს ელჩს მეძახიან ლიეტუველები. აი იმდენი თეორიული ცოდნა გვაქვს, აი ცოტა იმასაც თუ გადმოვიღებთ, რასაც ისინი კარგად აკეთებენ, რა ვიცი, ჩვენ ვიქნებით შვეიცარია რა არის? მარიამი არის ის, ვინც არის მეგრელი და არ იცის მეგრული, ხო? ხუთ ენაზე ვწერ, ვკითხულობ, ვსაუბრობ. მე რომ სუფრასთან დამსვათ 20 ქართველი როზის და აი ამ 20-დან 5 ქართველი კაცი რო იყოს მთვრალი. მე იქაურობას აუცილებლად გავერიდები. 20 ლიეტუველი და 20-ვე კაცი რო იყოს და 20-ვე მთვრალი რო იყოს ნასვამ მდგომარეობაში, მე უფრო შვიდად ვიქნები შინაგანად. მაგრამ მე მგონი ეს ყველაფერი გრუზინულია. საღამომშვიდობისა, ეს არა მარტო პოდკასტია და გიბრუნდებით ისე უცვლელი შემადგენლობით. და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ორ თვენახევრის და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ 10,000-მდე გამომწერი გვყავს უკვე და ეს ძალიან მახარებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ის თემა, რომელიც მარტო ჩვენ არ გვაინტერესებს. მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთვის და აქვე დავამატებ, რომ აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს, მინდა სიხარული და სიამოვნებით წარმოგიდგინოთ მარიამ კოკაია ლაპენიენე, რომელიც არც მარტო ემიგრანტია, არც მარტო ემიგრანტი დედიშვილია, არც მარტო ბავშვობაში აქვს ემიგრაციის გამოცდილება, ყველაფერი ერთად იკრის თავს მის ბიოგრაფიაში და კიდე ამას დავამატებდი, რომ დღესაც ის ესეთი ორი ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ძალიან მომხიბვლელი იყო ჩვენთვის, როცა საუბრობდით, როცა ვიპოვეთ მარიამი თავისი ძალიან აქტიური გვერდით და მე მგონი 1 წელია რაც აი შენი ცხოვრების όλ გამოცდილებას აი ესე უხვად აზიარებ. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე და მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ როგორია ეს ორი ცხოვრება კაუნასში და მარტვილში. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ 5-ჯერ მომიწვიეს სხვადასხვა გადაცემებში, სიმართლე რო გითხრათ, არც დავინტერესებული ვარ, პასუხიც არ გამიცი არც ერთისთვის და რატომღაც თქვენ ხართ პირველი. მართლა. დიახ, რომელსაც ეგრევე დავთანხმდი, რატომ დავთანხმდი, არ ვიცი. მადლობა, რაღაც უცნაური გახსოვთ, მინდია გვეუბნებოდა, რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე ფსიქოლოგიას. მე ამაც გითხრა, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით სანამ პოდკასტი. კომპლიმენტია, მადლობა. მადლობა რომ მომიწვიეთ. რითი გამოგვარჩიან, რატო დავგვთანხმდი? მე უბრალოდ მივხვდი რომ ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ და ერთი მიმართულებით მივცურავთ სადღაც ნათელი წერტილისკენ და ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და დაგთანხმდით. თან მაგარია რომ მოვიდა მარიამი გითხრა რომ არც ერთს ბოტოქსი არ გაგვთო და ძალიან მესია მაგარი. ძალიან ნატურალურებთან აღმოჩნდი. აი ეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო შესაბამისად. სამეგრელოდან გვესტუმრე, ხო, ჩამოხვედი? მე გესტუმრეთ თქვენ ლებარდის მთებიდან, ესე ვთქვათ, მარტვილიდან დაახლოებით 20 კილომეტრი არის. მარტვილიდან 9 საათის სავალ გზაზე არის ლამაზი არის მთები, მდინარე ტეხური და ესეთი ულამაზესი ადგილიდან გესტუმრეთ. თუმცა მე ვარ ფოთიდან. მე ვარ საქართველოს ერთ წარმოშვებით, დიახ. ლიეტუვა არის ბარი და შესაბამისად მე საქართველოში ფოთს ვეძახი საქართველოს ლიეტუვას. ერთადერთი ბარი ადგილი არის და ყველაზე წყნარი ადამიანები საქართველოს მასშტაბით ფოთში ცხოვრობს და შესაბამისად რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არ მქონდა ეს წარმოდგენა. არ გქონდა. თქვენ შეიძლება იცნობდით ადამიანს, რომელიც ფოთში ცხოვრობს, მაგრამ ანუ ფოთში გადმოსახლდა და ფოთელი არ არის. ფოთელები ანუ სხვა რეგიონებთან შედარებით კი არიან უფრო მშვიდი ხალხი. აი მარიამ არ თქვა და ჩვენ ვთქვათ, მარიამი არის ის, ვინც არის მეგრელი და არ იცის მეგრული, ხო?
მე ფოთელი მეგრელი ვარ და შესაბამისად არ ვიცი მეგრული. და ამას მხოლოდ ფოთელი მეგრელები იგებენ. წარმოუდგენელი. აი მაგალითად ფოთში რატო არ გეტყვით. აი მე 5 ენაზე ვწერ, ვკითხულობ, ვსაუბრობ და შესაბამისად მე-6 ენა რომ ვიცოდი, აუცილებლად ვიტყოდი რომ 6 ენა ვიცი თქო, მაგრამ სამწუხაროდ მართლა არ ვიცი. ოჯახში არასოდეს არავის არ უსაუბრია. მე მყავს ასევე იმერელი ბებია და იმერელი დიდი ბებია და ოჯახში მეგრულად ფოთში ესე არასოდეს არ საუბრობენ. პირველი რაც გამიკვირდა სამეგრელოში, როდესაც შევიძინეთ სახლი, თქვენს სამეგრელოს გაუმარჯოს და საქართველოსო მეთქი. ბოდიში მე საქართველოს წარმომადგენელი ვარ და ვთვლი რომ ანუ ეს ფოთში ესე იტყოდნენ სადღეგრძელოს ჩემი კლასელები რომ ფოთის თამადობით საქართველოს ყველა ქალაქს და ყველა სოფელს და კუთხე-კუნჭულს გაუმარჯოსო და არა ესე არ გამოაცალკავებდნენ. შესაბამისად მე ფოთელი მეგრელი ვარ. თუმცა ფოთელი განსხვავება არის ამ ორ ძალიან საკითხში. საინტერესოა და იცი ამინდა რა რითი დავიწყოთ. კაუნასში ხარ ალბათ უფრო ორივეგან ორივე მეუღლე ჩართული ხართ პროცესში, მაგრამ იქ თითქოს მეუღლის ბიზნესის მენეჯერი ხარ და აქ მასპინძელიც ხარ და სტუმარიც ხარ რაღაც წილად. ანუ საქართველოს და ლიეტუვის ცხოვრება, რომელიც რაღაცნაირად თან გამიჯნულია და თან ერთად არის და თან მთელი ოჯახი ხარ ჩართული, იცი რა დამავის და რომ მარიამს ყავს 4 შვილი. ეგ როგორ არ ვახსენე თავიდან. ხო, აი გამომშო, 4 მაგრამ შვილი. დავბრუნდი და აი ეგ მინდა რა, რომ შევადაროთ და რას უწყობს ხელს საქართველოს ლიეტუვაში ცხოვრებას თუ ლიეტუვა საქართველოში და როგორ არის თქვენი ოჯახი განაწილებული, როგორ ანაწილებს ამ დროს. მოდით ახლა მე ესე ქვეყანაში. დავიწყებ თავიდან. ლიეტუვაში წასვლაზე არასოდეს არ მიფიქრია, თუმცა ჩემს გემოვნებაში ძალიან ჯდება ღია ფერის ცისფერთვალება ადამიანები, რომლებთაც სხვანაირი კანის სტრუქტურა აქვთ, ესე რომ ვთქვათ, რაღაც აბრეშუმის კანივით აქვთ. მე თვითონ თეთრი და ცისფერთვალება ვარ, მაგრამ აი იქ სხვანაირი მეგრელებიც ეგეთები არიან, ქერები და კი, ანუ ცისფერთვალები. გეთანხმებით ძალიან ლამაზი ხალხია სამეგრელოში ცხოვრობს, მაგრამ აი ლიეტუვაში რაღაცა ჩემს გემოვნებაში ჯდება. და როდესაც აი ვფიქრობდი როგორი მეუღლე მინდოდა და ეხლა მერც ესე პირდაპირ კავშირს ვამყარებდი, აი ზუსტად რასაც თქვენ ჩემს მეუღლეს უყურებთ, ესეთი ეთყობა საქართველოში ღმერთმა ანუ ვერ მოძებნა და გამიშვა ლიეტუვაში, ესე რომ ვთქვათ, ლიეტუველი შემოხვედრა მე. და როდესაც ლიეტუვაში არ უბრალოდ ჩემს მეუღლეს თავისი ბაბუა და მამა საქართველოზე ელაპარაკებოდა. ქართველს ზოგადად მსოფლიოში უყურებენ როგორც ძალიან არაგანვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს ან საერთოდ არ იციან საქართველოს შესახებ. უბრალოდ არ იციან მე უბრალოდ ვინც იცის ნაკლებად იციან. დიახ, მაგრამ რისი თქვა მინდა შევადარებ ერთი წუთით სანამ იქამდე მივალ. საბერძნეთში მაგალითად წარწერები იყო ქართულად არ მოიპარო, ანუ ქართველი იყო ძალიან დაბალ დონეზე. და აი ლიეტუვაში, როდესაც ლიეტუველებთან მოგეცემათ ურთიერთობა, დაინახავთ აი მეტი სხვა ერთს ვერ იპოვით დედამიწის ზურგზე. ძალიან უყვართ საქართველო და ქართველები. პატივისცემენ, ძალიან პატივისცემა უყვართ. იქნება, ხო. აი ვერ აგიხსნით. თვითონაც კითხულობენ ხოლმე, საიდან დაიწყო ეს ისტორიაო. ალბათ. ძალიან უყვართ, აი საქართველო უყვართ, აი სხვა ერთს ვერ ნახავთ, რომ ესე უყვარდეთ. ჩვენს შესახებ ყველაფერი იციან და გიყურებენ, როგორც გერმანელი უყურებს ფრანგს, ფრანგი ინგლისელს, ის უყურებს ქართველს. თავისიან. თავისიანს უყურებს და ძალიან უყვარს, ბევრი იცის, პატივს გცემს, გაიხსენებს ისტორიებს და რამე თუ გვაქვს, რითაც ჩვენ თვითონაც კმაყოფილები ვართ და ვაფასებთ. აი ისინი აუცილებლად გეტყვიან ამ ყველაფერს. გაგიკვირდებათ იმდენი იციან საქართველოს შესახებ და ძალიან მესიამოვნა პირველი შთაბეჭდილება ესეთი იყო და ლიეტუვაში როდესაც ჩავედი ესეთი შეგრძნება მქონდა რომ ვაიმე რა არის ეს ღრუბელი იყო, სულ შავი ღრუბელი იყო ცაზე და ვიფიქრე, თითქოს საბანი გაქვს გადახურული ესე თავზე გადაფარებული და რაღაც ესე ჩახუთულობაში ვიყავი, მეთქი რა არის რაღაცა ძალიან ისეთი შეგრძნება იყო, ეგ საბჭოური შენობები წამოიჭიმა უცებ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ღმერთო, სადა მოვყავი თავი თქო. მერე გამოიარა ერთმა ადამიანმა, რა ლამაზი ადამიანია, ვიფიქრე, მეორე, მესამე, მეოთხე, ვიყურები ხა თავს ასე ვაქანავებ და ვფიქრობ, რანაირად არის ეს ხალხი ესეთი ლამაზი თქო. აღმოვაჩინე, რომ ეს ერი არის ძალიან ლამაზი და რაც შეეხება ლიეტუვას და საქართველოს ურთიერთობას და ჩემს მანდყოფნას, მივხვდი ესეთ რაღაცას, ესეთი ლეგენდა მომიყვა ლიეტუველებმა საქართველოს შესახებ, რომ როდესაც ღმერთი მიწებს არიგებდა, ჩვენ დავაგვიანეთ ქართველებო. ეს მართლა. ჩვენთანაც არის გავრცელებული ეს ლეგენდა. ანუ ლიეტუელებსაც ცოდნიათ. საქართველოს შესახებ და მე ამ ლეგენდას ჩემი მეორე ნაწილი შევუმატე.
რომ ღმერთი ანაწილებდა მიწებს დავაგვიანეთ და მივედით ახლა დაგვიანებულს ღმერთს ვეუბნებით, რომ ღმერთო სად არის ახლა ჩვენი მიწა, აი ჩვენ ახლა მიწის გარეშე ვართ. ღმერთი ამბობს, თქვენ სად იყავით, მე ყველაფერი უკვე დავარიგე, გავასხვისე და თქვენ ახლა იყავით ისეო. ჩვენ ვუთხრეთ, რომ ღმერთო აი ჩვენ სუფრა ქონდა გაშლილი, სტუმარი მოვიდა, სუფრა გავუშალეთ, ღვინო დავალევინეთ, პირველი სადღეგრძელო უფალო შენზე ვთქვით. და შესაბამისად ხო საქართველოში პირველი სადღეგრძელო უფლის სადღეგრძელო არის და ღმერთს ძალიან მოვეწონეთ ესე რომ ვთქვათ მოიხიბლა და გითხრა რომ კარგით რახან სტუმარი მიიღეთ აი რახან ღვინით უმასპინძლეთ სადღეგრძელოებით თქვით და ესეთი კარგები იყავითო ჩემთვის მაქვს დატოვებული პატარა მიწაო სადაც ყველაფერს ნახავთ რაც დედამიწის ზურგზე მოიპოვებაო ეს ჩემთვის დასასვენებლად რომ ჩამოვსულიყავი დედამიწაზე იმისთვის მქონდა დატოვებულიო და აი თქვენ ისეთი კარგები ხართ რომ აი ამ მადლიან მიწას აი თქვენ გაჩუქებთო და ჩვენ გვერგო ესე ქართველებს ეს მიწა ამას უყვები ხოლმე ლიეტუელებს კი ბატონო და თვითონ მომიყვეს ეს ლიეტუელებმა თავიდან და მე შევმატე კი ახლა მე შევმატე ახლა შემდეგი ისტორია არის ჩემი შეძული და ამ დროს ოდესაც ღმერთმა ესე თქვა ლიეტუელებმა თქვეს რომ როგორ უფალო რას ნიშნავს რომ ამათ ესეთი კარგი მიწა მიეცით და ჩვენო ესეთი მიწა მოგვეცითო სუბარი ცუდი ამინდი სიცივე და ღმერთმა უთხრა თქვენო სილამაზე გაჩუქეთო ანუ თქვენ იქნებით ძალიან ლამაზიერიო და ამ დროს усე ჩვენ წამოვყავით თავი რას ნიშნავს ანუ ჩვენ უშნოერი ვართო ჩვენ ქართველებმა ვთქვით და ღმერთმა თქვა რომ აი თქვენო რადგან სტუმართ მოყარეები ხართო გეცოდინებათ ძალიან კარგი სიმღერაო და ქართული ფოლკლორი მე ვფიქრობ რომ ეს არის არ ვიცი იმიტომ არა რომ მე ქართველი ვარ მე საერთოდ არ ვიცი სიმღერა მაგრამ არის უმაღლესი დონის არის ესე რომ ვთქვა ძალიან ღრმა სიღრმისეული აი ადამიანს რომ არ ესმოდეს სიტყვები გულში გვხვდება ესე გიტარებს ეს არის აი ჩვენ რაღაცა ღმერთთან მართლა კავშირი ვქონდა და იქიდან გამომდინარე შევქმნით ეს ყველაფერი და ჩვენ მოგვცა ეს სიმღერის ტალანტი და ლიეტუელებს აი ეს სილამაზის და ჩვენ რომ არ გავშურიანდეთ ამიტომ ლიეტუელებს ძალიან ცუდი ამინდი მისცათ რომ ეს ჩვენი შურები აი ესე უფრო ომები რო არ გამოიწვიოს დავაბალანსეთ იმიტომ რომ ეს ხო დემოკრატია უფლის რომ საქართველო ხა ბევრად უფრო ლამაზი ქვეყანა არის ვიდრე ლიეტუვა მაგრამ აი ლიეტუელები მასა არის ლამაზი და ვერაფერს ვერ შეუძლია მისაღებია შენი ლეგენდა კი კარგი დიპლომატია არის სხვა ქვეყანაში საცხოვრებელ დიპლომატიური შეიძლება ის სტუმარი იყო ლიეტუველი შეიძლება იყო ლიეტუველი ძალიან კარგი არის გავაუმჯობესებ შეიძლება ლიეტუვა და ესე ბედნიერად გამოგვიშვა ყველა კმაყოფილი უფალმა და აი ესეთი ორი პატარა ქვეყანა შეხვდა ერთმანეთს და როდესაც მე ამოვყავი ამ ქვეყანაში თავი დავინახე რომ ეს ხალხ ანუ რაღაცა ისე მოიკოჭლებს სიმღერაში ცეკვაში ესე რომ ვთქვათ აი ისეთ რაღაცებში რაშიც ჩვენ შემოქმედებითობა აკლიათ რაც ქართველებს უხვად გვაქვს და შესაბამისად მე მეძახიან ხოლმე ლიეტუვაში საქართველოს ამბასადა ქართულად ბუდიში ახლა უცებ ელჩი საქართველოს ელჩს მეძახიან ლიეტუველები მე და ვაკეთებ ხოლმე კონცერტებს ანუ მე ლიეტუვაში ძალიან მეგობრობ ფილარმონიის დირექტორთან ესეთ ხალხთან და შესაბამისად მომყავს ხოლმე ჩემი მეგობრები რომლებიც ქართული ფოლკლორით არიან დაკავებულები არ არიან ცნობილები მაგრამ უმაღლესი არა ქართველები აქედან ჩაყავს ოკეი დიახ და შესაბამისად მივყავს ხოლმე და ესე ლიეტუელებს უზიარებ ქართულ კულტურას აი რაც კი რამე ლამაზი გვაქვს მე ტყუილი არ მიყვარს და შესაბამისად არ ვცრუობ, ანუ ცუძი უბრალოდ არ ვსაუბრობ და ჩვენს პრობლემებზე. მე მაგალითად შემიძლია თქვენ გესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ და ერთ ნავში ვსხედვართ, მაგრამ სხვასთან არ მსურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი კარგი რაღაც, რასაც მე ლიეტუელებს ვუზიარებ თვითონ ლიეტუვაში კონცერტების მეშვეობით და ქართული აქტივობების მეშვეობით და ასევე ჩემი კონტენტიდან გამომდინარე, მე მინდა ჩემს ქართველებს გავუზიარო ის რაღაცა ნაწილი ლიეტუვაში რაც ვნახე ძალიან მკაფიოდ რომ აი იმდენი თეორიული ცოდნა გვაქვს აი ცოტა იმასაც თუ გადმოვიღებთ რასაც ისინი კარგად აკეთებენ რა ვიცი ჩვენ ვიქნებით შვეიცარია რა არის ანუ აი რას უზიარებ ქართველებს ანუ ლიეტუელებისგან რა წამოიღე აი ნახევარი წელი აქ ცხოვრობ ნახევარი წელი იქ და საქართველოს გადასარევად წარადგენ კი ბატონო და იმათი კარგი მხარეები მოგაქვს და როგორ დაახასიათებდი აი უყურეთ როგორ არის ჩვენთან ყველაფერი არის სიღრმისეული აი ჩვენთან იმდენი ტკივილია იმდენი ყველაფერი არის რომ ყველაფერი არის ძალიან სიღრმისეული რომ დავუკვირდეთ
ძალიან მძიმე ღრმად, ცოტა. მძიმე და რაღაც ის სულში გადის, ესე რომ ვთქვათ, იქ სიცივე გადის ესე სულში, ძვალში, რბილში ყველგან და ჩვენთან აი ეს ტკივილი და რაღაცა ისტორია და რომელიც ქმნის აი ამ ჩვენს შემოქმედობითობას. აი ლიეტუვაში მაგალითად ჩავედი და ვუყურებ, ყველაფერი მარტივად არის. აი მაგალითად შრომის უნარიანობა. აი ეს ხალხი არის შრომის მოყვარე. ამას ვერ შეცვლი, უბრალოდ შრომობს. მაგალითად, როდესაც ასაქმებ შენ ლიეტუველს, მას არ აქვს განზრახული, რომ შენ მოგპაროს, მას არ აქვს განზრახული, რომ შენ მოგატყუოს, გამოგიყენოს. ყველგან ყველაფერი ხდება, ამას არ ვამბობ. მე როდესაც ვსაუბრობ ერთ ქართულ მხარეზე და ლიეტუვურ მხარეზე, ვსაუბრობ უმრავლესობაზე. ჩვენ ხო ვიცით ახლა ჩვენი მენტალიტეტი ქართული როგორ არის და მათი არის რადიკალურად განსხვავებული. შენ თუ მოიტყუები საქმეში ის ადამიანი გაწყვეტ შენთან ყველანაირ საქმენ ურთიერთობას და აღარ უნდა მას შენთან, იმიტომ რომ შენ ესე იგი ერთხელ უღალატე. ღალატი და სიცრუე ეს არის ორი red flag-ი, ესე რომ ვთქვათ ლიეტუვაში, სადაც ლიეტუველი არ მიდის, არ მოყვება, მენტალურად არ მოყვება. მაგალითად, ქართველი ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, მეც ქართველი მამა მყავს, ქართველი ბაბუა და შთამომავლები ძალიან დიდი ადამიანები იყვნენ და წინაპრები დიახ. თუმცა ეს უნდა ვთქვა, რომ საქართველოში მაგალითად, როდესაც კაცი უღალატებს ქალს, ხო ელემენტარულია ეს საკითხი, აი არ ჭირდება ამას ღრმად ჩასვლა, ზედაპირზე ვიყოთ. ყოფითი საკითხებია. ყოფითი საკითხები, დიახ, უღალატებს აი აქ მენტალიტეტი არის, მე არც თქვენ გეუბნებით ამას, რომ თქვენ ესე ფიქრობთ. გასაგებია რომ ყველაზე არ ვსაუბრობ. არის რომ მე რა მოხდა ეხლა კაცია და მე რა მოხდა, კაც ხომ ეს მოთხოვნილებები აქვს და ამას მეუღლეც გაგებით მოეკიდება, საზოგადოებაც გაგებით მოეკიდება. ეს კაცი უფრო კაცური კაცი იქნება, ჰაბიტუსი რაღაც რომ აბა როგორ ეხა კაცია და აბა როგორაც უფრო მეტქალს შეიცნობ, უფრო კარგი. ქალებს არ ეპატიებათ. ქალებს არ ეპატიებათ, რა თქმა უნდა. მე თუ მკითხავთ, არც ეს არ ეპატიება, მაგრამ ლიეტუვაში, როდესაც ისეთ რაღაცას ჩაიდენს ადამიანი და უღალატებს მეუღლეს, მამაკაცი. იმას ესე ამოძირკვავენ სამეგობროდან და აღარავინ აღარ ემეგობრება. იმდენად მიუღებელი არის, ანუ შენ თუ მუღალატე ხარ და შენ თუ შენ ცხოველური ინსტინქტებს ვერ ერევი, ესე იგი არავის არ უნდა შენთან მეგობრობა. ძალიან ჯერ წავედი, ხო? გამონაკლისები ხდება, მაგრამ აი ჩვენ რასაც ანუ ყველასთვის მიუღებელია და ყველა გეუბნება რომ შენ ცუდი საქციელი ჩაიდინე. კი ბატონო, აი მაგალითად. რეალურად როცა ღირსებაზე ლაპარაკობ, ღირსება ეს არის ხო რა, ანუ ნამდვილად ესე უნდა იყოს. აქაც არ არის ყველა საერთო სურათში შეიძლება ეგრეთ ჩანს რაღაცნაირი წარმოდგენა ესეთი შეიქმნა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ახალი თაობა და პატარა თაობა მაგას აბიჯებს. ღალატს მიუღებელი უნდა იყოს. მენტალური საკითხი არის ეს. და შესაბამისად, ესეთი ელემენტარული რაღაცები დავინახე და დავინახე ესეთი რაღაც, რომ აი იქნება და ჩემმა ერმა ეს არ იცის. აი მოდი მე ეს ახლა უნდა უთხრა. პრაქტიკაში როგორ უნდა დაამკვიდრო ეგ შენ შეხედულებები? მაგალითით უნდა დაამკვიდრო. შენ უნდა იყოს სამაგალითო და შენი მაგალითით. ეყურეთ კიდევ ერთ შორს რო არ წავიდე ჯერ. ლიეტუვა და საქართველოს შორის მთავარი განსხვავება არის ეს. ჩვენ ვუკვირდებით. ვინ რა თქვა? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ რა ქნა. ჩვენ გვაინტერესებს ამან ეს თქვა, იმან ის თქვა. ლიეტუვაში აინტერესებს შენ რა თქვი, არავის არ აინტერესებს. ყველა გიყურებს, შენ რას აკეთებ? საქციელს უყურებს. როგორ იქცევი? ხე ნაყოფით შეიცნობა. და მე კრიტიკულად ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ მე ესე ვფიქრობ ზოგადად, ჩემი შეხედულებები არის ესეთი ქრისტიანული, რომ ხე ნაყოფით შეიცნობა. სოფელში ესეთი დავამატე ამ ხე ნაყოფით შეიცნობა. იმიტომ რომ ჩემი ეს ყველა ცოდნა, რასაც აი ნახე ხოლმე ლიეტუვაში, სანამ სოციალურ მედიაში გამოჩნდებოდი, სოფლის ბავშვებთან მიმქონდა ეს ინფორმაცია ჩემს მოსწავლეებთან და ვეუბნებოდი, რომ აი რას აკეთებს შენი მამა, როდესაც ძროხა არ იწველება? კლავს მას. ზუსტად, ანუ ესე იგი ძროხა რომელიც არ იწველება, ესე იგი რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ხო? იმას არავინ არ აჩერებს. პრობლემის გადაჭრაზე არავინ არ ფიქრობს. ვერ შეცვენ ძროხის ახლა ადამიანი რა ადამიანს რატოყოს ძროხას თქვენთვის თბილისში ცოტა უცხო არის, მაგრამ მე 8 წელი უკვე სოფელს შემოსავლის წყაროა. არ ვიცით რა შეიძლება თუ გაუშვე ძროხას რძე, მე ის ანუ როგორ არის იცით ახლა მეწველი ძროხა თუ არ არის? ხორცად უშვებენ რა, ანუ თუ არ იწველება ძროხაზე მაქვს ის ხარი არის, ბიჭი ხარს იყენებენ კიდე სხვა ფუნქციებისთვის, მაგრამ აი ქალი ძროხა, როგორ თქვა, არ ვიცი, ძროხა, ანუ ერთი სიტყვით თუ არ იწელება. მეწველი ძროხა. თუ რძეს არ იძლევა, იმას ზამთარში არავინ არ დაიტოვებს, ესე რომ ვთქვათ, რომ შენ ხარჯია, კი ბატონო, თავიდან მოიშორებს, ხო?
ანუ ესე იგი ცუდი ძროხა გამოდის ეს. ხე ნაყოფით შეიცნობა, ანუ ხე თუ დამპალ ნაყოფს გაძლევს. ჭრი იმხეს, არ იჩერებ, ან რაღაცა დაავადება თუ ჭირს, სხვა ხეებსაც მოსპობს, ხო? და იქ რას უზომენ ესეთ? მეც ეგ კითხვა გამიჩნდა. ლიეტოვაში რას უშვებიან? ლიეტოვაში კაცი, რომელიც არ მუშაობს, ადამიანი ეს ქალი, კაცი, ანუ ადამიანზე მაქვს საუბარი, ის ადამიანი საზოგადოების წევრად არ ითვლება. ანუ შენ არა გაქვს, შენი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს. რატო თუ ვერ იპოვა სამსახური ან რას ნიშნავს? ალბათ არის საშუალება. ლიეტოვაში ეთყობა ეგ პრობლემა ეხლა არ არის. მე მგონი უფრო სახელმწიფო სისტემასთან არა, მივდივართ და სახელმწიფო ქვეყნის სისტემაზე არა. მოწყობასთან. არა, ვიდრე არა. პიროვნულად ადამიანი არ მუშაობს და ამის გამო ეხლა მოიკვეთო საზოგადოებიდან ცოტა გაურკვეველი აი გითხრათ არის, ეხლა ერთი მარია. რაღაც. ერთი ბიჭი არის და გოგოსთან მეგობრობდა 8 წელი და ვკითხეთ ეხლა რატომ ურთიერთობას, ანუ ამ ბიჭმა დაიწყო რაღაცა საქმიანობა, ლიეტოვაში არის ესეთი ისა პრინციპი. მთელი ლიეტოვა ერთიგივე დროს საუზმობს, დილის 8 საათზე ყველა საუზმობს, პირველ საათზე ყველა სადილობს და საღამოს 5 საათზე ყველა ვახშმობს. ეს ეხება მთელს ლიეტოვაში. დალაგებული ქვეყანა. ანუ ესენი ესე მეტნაკლებად. იყვნენ არა, ხო, ევროკავშირის კულტურის დროსაც ნაწილია. ჩვენ არეული ხალხი ვართ. ჩვენ სხვანაირი ხალხი, ჩვენ ხელოვანი ვსადილობ. ხალხი ვართ. ჩვენ ვისაც მუზაროდის მოვა მაშინ, მაგრამ უყურეთ მე რას ვამბობ. ჩვენთან მაგალითად შეუძლია ადამიანმა იპაროს, აი მოიპაროს, რაღაცა დააშავოს და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით რომ არ თქვა, ანუ ჩვენიანია დავაფაროთ ხელი. ანუ ჩვენ კომპრომისზე მივდივართ. ეს მენტალური საკითხი არის. და ლიეტოვაში მაგალითად შენ თუ დააშავებ, აი თუ შენ თუ ზარმაცობ და არ მუშაობ, ჯერ ესეთი კლიმატი არ გაძლევს ამის უფლებას, იმიტომ რომ მოვა სიცივე -20 გრადუსი 30 გრადუსი გაიყინები და მოკვდები და საზოგადოებაც არ გაძლევს ამის საშუალებას. აი შენ თუ გაქვს შენი ბიზნესი, შენ უნდა ჩაჯდე ტემპში. მე მაგალითად არ მიყვარს ეს მოგზაურობა, ვფიქრობ რომ ის თანხა რაც მოგზაურობაში იხარჯება, მირჩევნია რომ უფრო კარგი და აზიანი რაღაც გავაკეთო. ზოგადად საზოგადოებისთვის, ვიდრე მარტო ჩემს პირად ცხოვრებას და ლიეტოვაში მაგალითად ეს არის ანუ როგორ შენ არ მოგზაურობ? ანუ შენ კარგად ხარ? რატომ არ მოგზაურობ? შენ უნდა იმოგზაურო. იმიტომ რომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაძლევს მოგზაურობა და აი თვალსაჩინოს გიხსნის და მესმის რატომაც, მაგრამ ადამიანი და ბუნება და არჩევანს აკეთებ იმის მიხედვით. და აი მაგას გეუბნებით. ლიეტოვაში არის სტრუქტურა და ეს ხალხი არის ამ სტრუქტურაში და შენ თუ არ მუშაობ, შენ თუ ხარ ზარმაცი, შენ თუ იპარავ და შენ თუ რაღაცას აკეთებ, საზოგადოების წევრი ვერ ხდები ლიეტოვაში. აი მაგალითად საბერძნეთში როდესაც ვიყავი, საბერძნეთი უფრო ჩვენ გვგავს ბერძენი საზოგადოება, ანუ უფრო სამხრეთის საზოგადოება არის და რაღაცა საერთო რაღაცები გვაქვს. აი ლიეტოვაში ესე არის, შენ თუ არ შრომობ, არ ხარ საზოგადოების წევრი. ანუ ყველა შრომობს ლიეტოვაში. ყველა შრომობს ლიეტოვაში. სამსახურებიც ესე არის. კი, აი მაგალითად, ეხლა მე ერთი წინა წელს ჩავედით ლიეტოვაში. დავიწყეთ ახალი საქმიანობა, მეუღლის ავეჯები, ასე შემდეგ. ხო და მინდა ეკითხო ჯუგასის საქმიანობაზე. ჯუგასი? და თან აი მეც ეგ მინდოდა მეკითხვა, რის საფუძველზე ამბობ ამას თქვათ, ხო? ანუ აქ რა გამოცდილება გაქვს, იმიტომ რომ ესმის რომ ეს შენ პირადი შეხედულებაა, ანუ არ არის საყოველთაო ჭეშმარიტება, ხო? ყველა შეიძლება თავის შეხედულება ქონდეს, ერზეც, ჩვენზეც, ლიეტოვაზეც. აი შენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რატო გამოიტანე ეს დასკვნები? ან ქართველებზე, ან ლიეტოველებზე. ანუ ჩვენ ზარმაცები ვართ? ხო, აი აქ სად შეეჩეხე მაგ ყველაფერს? ანუ აი დადიხარ სამეგრელოში ნახევართან საქმიანობ, ხო? კი ბატონო. მაგან მოგცა ესე ფიქრის საშუალება მე ახლა რასაც საუბრობ, ესე კონკრეტულად სამეგრელო გვერდით უნდა გადავდოთ. მე ზოგადად საუბრობ ჩემს გამოცდილებაზე, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ჩემს ოჯახში რა ვიცი, ყველა მუშაობდა ყოველთვის, მაგრამ უყურეთ როგორ არის, ხე ნაყოფით შეიცნობა, ხო? ანუ ხე მხოლოდ საქციელით შეიცნობა. ჩვენი შედეგი ახლა არ არის ისეთი, რომ ჩვენ არა ვართ მშრომელი ხალხი. მაგალითად, როდესაც ლიეტოველი მეუბნება, რომ ლიეტოველმაც იცის სიმღერა, მე მას ვეუბნები, რომ ბოდიში, მაგრამ არ იცით, ანუ ისე კარგად არ იცი თორე, ხა იმათაც ეცოდინე ნუ ახლა რაღაცა. ნუ არ იცი ახლა რეალობა არის ესეთი, მწარია, სიმართლე არის მწარე, ანუ კი, კაცო, ჩვენ ძალიან პატივს ვცემთ ჩვენ აზრს. ანუ მე ვამბობ, რომ ცოტა სხვა კუთხით ვხედავდეთ რა, მაგრამ ძალიან საპატივცემლო რომ შენ აი ესეთ ჩამოყალიბებული ის გაქვს შეხედულებები და თან ძალიან დადებითად აცნობ ორივე ქვეყანას ერთმანეთს, ესე ვიტყოდი რა. კი, მე უბრალოდ ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ დონეზე ვიცით სიმღერა, ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ეს მსოფლიომ არ იცის, ჩვენ ისე ვიცით სიმღერა, რომ ხალხი ჩვენთან უნდა დადიოდეს და ჩვენ ყოველთვის უნდა ვასწავლოთ სიმღერას. სერიოზულად ვიცით სიმღერა. ქართული რო არ მაგიტომ არა, ეს უბრალოდ არის გენეტიკური მოცემულო კოდია, ხო, რაღაცა. აი ეს არის, აი მაგალითად ეხლა ლიეტოვაში ჩემი შვილი
გენეტიკურად ეხა მე არა ვარ მომღერალი, მაგრამ გენეტიკურად მას რაღაცა ეს ქართული გენეტიკას ვაბრალებ მე ამას, რომ მუსიკის მიმართ აქვს ძალიან ესეთი სერიოზული დამოკიდებულება და ლიატუვაში ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში მივიყვანეთ, მიიღეს, გამოვიდა სცენაზე ქართველი ვითუცებ ეს თან ლიატუვური ჰაბიტუსი აქვს, მაგრამ ეს ქართული ქართული ცეცხლი დაანთო და ეს საზოგადოება დაწვა ძირს და ვაიმე და თან ეს ქართველი თალიატუვალს როგავს, ნუ ერთი სიტყვით ესე ძალიან კარგად მოხდა ეს ყველაფერი და ბავშვმა ერთი წელი იარა სკოლაში. და ვეუბნები ახლა რომ მოდი დედა ის სტუმარი მოვიდა და მიდი დაუკარი ახლა ან იმღერი ან დაუკარი ან იცეკვე. ვაიმე ვერა. მეთქი რა მოხდა, რატომ ვერა? ანუ შეხვა მას აკეთებდი. ანუ ლიატუვაში სიმღერასაც ასწავლიან, რომ 2+2 არის 4. და სიმღერას აი ზუსტად ისჭირდება რა ხასიათით ჩვენ გვაქვს ქართველებს. თავისუფალი. შენ უნდა მოძებნო, აი ეს რაღაცაი კავშირები უნდა მოძებნო ზებუნებრივ ძალებთან. სხვანაირად ვერ იმღერებ ისე როგორც ქართველი იმღერის და სხვანაირად ვერ იცეკვებ ისე როგორც ქართველი ცეკვავს. თუ აი იმ ზებუნებრივს არ დაამყარებ და 2+2 კი არის 4. მაგრამ აი იმიტომ ჯობი ვართ ჩვენ იმათ იქ და ისინიც იმიტომ გჯობია საქმეში, რომ იმ საქმეში ისინი ტექნიკური ხალხია. ხო, გასაგებია. იმას ჭირდება, რომ 2-ს ვიმატოთ 2 არის 4 და ყველაფერს ასე სწავლობენ. და ხელოვნება არ არის 2+2 4. ხელოვნება არის, აი ზუსტად ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი. 2+2 უდრის 7. 7 და შეიძლება ისე დაგისაბუთოს ქართველმა, რომ 2+2 არის 7 სიმღერა და მართლა ესე იყოს. და მაინც მგონია, რომ არის ეგრე, წეღანაც ვთქვი და მაინც გავიმეორებ. იქაური ცხოვრება გიმარტივებს აქ მერე საქმის კეთებას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა. იქ ეხმარები მეუღლეს, ის არის უფრო დატვირთული, ხო? და როგორც მახსოვს, ხეზე მუშაობს, კი კვეთის ბატონო. ოსტატია. ეხლა უყურეთ, ზუსტად ეხლა ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩემი მეუღლე შინაგანად არის ხელოვანი. შინაგანად არის. ჩვენ ერთმანეთი გავიცანი და რომ მითხრა რომ ხელოვანი ვარო, მე ვკითხე რომ უცნაური რატო არ ხარ თქო, ანუ ჩვეულებრივ ადამიანს რატო გავხარ თქო? აი რატო არ გაქვს მაგალითად სხვანაირი ფერის თმები, რატო არ გაცვია რაღაცა ექსტრავაგანტულად? შარფი რატო არ გაქვს რაღაცა მოხვეული? საყურე და რაღაცა. ნუ რაღაცა, თქო ნახეული ხო კლიშე იყო, განსაკუთრებით საბჭოთა თაობის ბავშვებისთვის, რომ ხელოვანი ესე. და მან მითხრა რომ იმიტომ რომ მე ხელოვანი ვარო. ანუ მე შინაგანად ხელოვანი ვარო და არა შიგნითო და რამიშობა გარეთ რა ვარო. და მისთვის საქართველო არის შთაგონების წყარო. აი ესე დადის გუშინ რამოდენიმე დღის წინ ვიყავით ხვამლის მთაზე სანამ მოთოვდა ჩამოდის და კიდე რომელიღაცა ადგილას აღარ მახსოვს ახლა სად ჩამოვდიოდით გზაში და დაინახა სვანეთის მთები რა ერთი სიტყვით ხა მე რო გითხრათ სიმართლე ყველა მხრიდან ვხედავ რომელი მთა სად არის თქო ეგრე არ არის ჩემთვის მთა არის დაინახა და არაო აი იქო აი ეს ანგელოზი რო იყო იმ კოშკზეო და მე რო გაქრა და წავიდაო აი რაღაც არისო რაღაცა ყოველთვის საქართველოში აი რაღაცა იმას ხედავს როგორ თქვა აი ესე იმ ღრმა რაღაცეებს ხედავს და თაგონების წყაროა ზუსტად და ის როგორც ხელოვანი ესე რაღაცა აი ინსპირაციას შეუძლება ქართულ რაღაცას მოусმინოს ფოლკლორი ისე იცის ფოლკლორი რომ რა ვიცი აქ რო იყოს ახლა ყველას გაგაგიჟებდათ ეგ შენი დამსახურებაა თუ მისი ინტერესი ორივე ცოტა ერთით მოგვიარებით გავცემ მაკითხოს პასუხს და აი აქედან გამომდინარე მე ქმნის ხოლმე რაღაცებს აბეჭს აი შეუძლია ქართულ რაღაცას სიმღერას მოусმინოს რა ვიცი ბასიანიდან დაწყებული დიასამიძით დამთავრებული და უცებ დაჟირდეს და რაღაცა მოკარგოს ანუ ორნამენტს ქართულ ორნამენტს აი ვერ დავარქმევ რომ აი გინდა თუ არა ქართულს სვანურის კამი გააკეთა კი ბატონო ის ქართული იყო მაგრამ ანუ ზოგადად ვამბობ იყენებს თავის საქმიანობაში კი ბატონო ეს ქართული ხასიათია შეიძლება არის ზუსტად ქართული ორნამენტი მაგრამ ხასიათს აკეთებს მარიამის და ჯუგასის შემთხვევაში მგონია რომ აი ზუსტად ის რაც წყვილს ჭირდება და განსაკუთრებით ორი ერის შვილს რომ ერთმანეთის ყველაზე დადებითი გაიზიაროს და გააღრმავა და პრაქტიკაშიც გამოიყენო. სხვათა იმიტომ რომ მარიამი დაბრუნდა ცოტათი ლიეტუვური ბიზნეს გეგმებით მე მგონი საქართველოში, ხო? მაგასაც გეტყვით, აი სხვათა შორის ჯუგასი ამბობს ხოლმე რომ აი ჩვენ თავიდან რო დავიწყეთ ურთიერთობა, სულ ჩხუბობდით თავიდან, რომ აი რომელი ქვეყანა უკეთესია. აი ჩემი ქვეყანა უფრო ლამაზია. არა ჩემია უფრო ლამაზი. მოდი რა აი შენთან სიცივი არის რა ლამაზია რა ის აი საქართველოში. აი თავიდან ესეთი გქონდა და მე დაფუძნებული ყავით ამაზე ჩვენ. არა, აი ზოგადად ჩხუბობდით აი ამ თემაზე, რამდენი წელი დაჭირდა დაზავებას? ერთი, აი სხვათა შორის ეს მარტივი არ იყო ეს პროცესი და ამას დასჭირდა დაახლოებით 4 წელი.
რომ ესე დავზავდით და ესე მივხვდით რომ ესე დავღვინდით ესე რომ ვთქვათ და მოდი იცი რა მონეტას აქვს ორი მხარე. მოდი ავიღოთ რაც საქართველოს აქვს კარგი და რაც ცუდი აქვს ის გადავდოთ, ანუ ჩვენ არ მივიღოთ ჩვენს ოჯახში. რაც აქვს ლიოტუვას კარგი ეს ავიღოთ და ეს ჩავდოთ ჩვენს შვილებში. ანუ ჩვენი შვილებისთვის ხო ლიოტუვა და საქართველო ერთი და იგივე არის. საერთოდ ვერ ხვდებიან, თქვენ რატო არ გესმით ლიოტუვური ეს ხო? მისი არის, ანუ მისთვის ლიოტუვა და საქართველო შემოbrunდება ქართულს, ქართულად დაელაპარაკება, ლიოტუველს შეხედავს ხდება რომ ლიოტუველია. კი, ანუ ის ხვდებათ რომელი არის. ეხლა მე არ ვიცი ისინი რას გრძნობენ, იმიტომ რომ მე სუფთა სისხლის ქართველი ვარ ესე რომ ვთქვათ. და შესაბამისად მივხვდით რომ რაღაცები აქედან ავიღოთ და რაღაცები იქედან. არ არის არც ეს არის იდეალური და არც ის. მე მაგალითად ეს სიმღერე შეგვიძლია ვასწავლოთ ლიოტუვას და არა, ლიოტუველებს ზოგადად და იმათ შეგვიძლიათ ჩვენ რომ გვასწავლონ შრომის უნარიანობა. აი ჩვენს ქვეყანაში არის ყველაფერი მძიმე შრომით. აი რაღაცა უნდა გაწირო თავი ესე რომ ვთქვათ. და როდესაც შრომობ და ეს შრომა შედეგს არ დებს, ესე იგი რაღაცას არასწორს აკეთებ. და ჩვენ აი ამას გვასწავლის ჩვენი მენტალიტეტი, რომ აი ჩვენ ეს არ ვაღიაროთ. ჩვენს უმართლები ვართ, ეს აღიარება ეს არის ხო, აღიარება რაღაცების გვიჭირს. ალბათ უნდა დაინახოს სხვა როგორ აკეთებს ამას და შედეგიც რო არის. კი ბატონო. და მე შეიძლება ეს თქვა, რასაც შენ ამბობ, თორე ჩვენ ესე რომ ვუყურებთ, ჩვენ მეც აი ძალიან მიჭირს მაგის გაცნობიერება და თან ქონია ამ თემაზე სხვებთანაც საუბარი, რომ ჩვენ ქართველები არ ვართ ზარმაცები და ვმუშაობთ, იმითაც დასტურდება, რომ აი მივდივართ სხვა ქვეყანაში ძალიან ბევრს მუშაობთ. საქართველოში რაღაცეებზე არ ღირს მუშაობა. აი ეს არის ხოლმე თავის გამართლება. ეს არის ზუსტად სწორად აღნიშნეთ. აი მე და ჩემი მეუღლე სულ ამ თემებზე ვკამათობდით. იცით როგორ არის? ეხა მე სხვა რაკურსით ვუყურებ ამ ყველაფერს და თქვენ სხვა კუთხით უყურებთ. მე ეხლა დავძლია აი ეგ სიამაყე. აი როგორი ხა ჩემთვის მოსმენა, რომ იცი რა ქართველები ზარმაცები ხართ. ეხა მე ოჯახში ზარმაცი არც დედამყოლია, არც მამამყოლია და არ მყოლია. ეს შეხედულება წინს მაინც. ხო, მაინც წინს, იმიტომ რომ როგორია, თან რატო წინს იცით? იმიტომ რომ სიმართლეა და ვხედავ და გვხვდება, თორემ ეს რომ არ იყოს სიმართლე, გულზე არ მოგხვდება ადამიანს. როგორც ერი, აი მაგალითად აი ვართ, ანუ შედეგი ამას აჩვენებს. ისე მაგდასკვნის გაკეთების საშუალება რო წახვედი იქიდან უფრო მოგეცა, ხო? ვიდრე აქ რო იყავი, ხო? ლიეტუვაში არის სიცივე. და ეს ცივი ამინდი როგორც წეღან აღვნიშნე. კლიმატი ხო? კლიმატი ესე გიფანტავს აი ამ შენ რაღაცა კავკასიურ ცეცხლს ესე რომ ვთქვათ, ცოტა გაქრობს. არ გეტყობა რომ რამე დაკარგე. არა, მე არაფერი არ დამიკარგავს, უბრალოდ სხვა რაკურსით, სხვა თვალით გახედებს აი ამ ყველაფერზე. მაგალითად, მე რომ სუფრასთან დამსვათ ეხლა თქვენ 20 ქართველი როზის და აი ამ 20-დან 5 ქართველი კაცი რო იყოს მთვრალი, ხო? მე იქაურობას აუცილებლად გავერიდები. აუცილებლად. მართლა. აუცილებლად. და თუ სუფრაზე აღმოჩნდება 20 ლიეტუველი და 20-ვე კაცი რო იყოს და 20-ვე მთვრალი რო იყოს ნასვამ მდგომარეობაში, მე უფრო შვიდად ვიქნები შინაგანად, ესე რომ ვთქვათ. ხო, ნუ ცეცხლოვანი ხასიათი გვაქვს და თან ეტყობა მაინც შენი დაკვირვა მესმის. მე შეიძლება არ ვიცი. მე ეგ უფრო მესმის. გესმის. არა, ძალიან მესმის და მე მარტო კი არ ყველაზე ხო ვერ ვიტყვით, მარტო კი არ მაგრამ მესმის, მე მიყვარს. ანუ მე მართლა მიყვარს, იმიტომ რომ ვამაყობ რო ქართველი ვარ და თავისი ცუდით, კარგით, როგორც არის, აი ამით თან გარდაუვალია, იმიტომ რომ მე რო ქართველი ვარ, შვილებსაც ქართველებს ვრდი, ხო, აი წმინდა სისხლით ქართველებს. ცხადია მე ისინი რაღაც კარგი მოქალაქეები უნდა გავზარდო, მაგრამ ის რაც მას მოყვება ესე გენეტიკურად, მე იმასში ვერც ჩავერევი და არც ჩავერევი. ანდახან ღრეობას უფრაზეც. არა, ხო, იცი რა, დროც სვლის მარიამ, ანუ ის რაღაცა ტიპის შეხედულებები ხშირად საზოგადოება განაპირობებს ხოლმე და რაღაცა გარემოებები, ვიდრე ის ვთქვათ, რომ ეხა ეს სუესეა და ქართველები სუზარმაცები ვიქნებით. არა, ეს უყურეთ როგორ არის სიზარმაცე, ანუ სუზარმაცები ჩვენ არ ვიყავით. სულ რო ზარმაცები ყოფილიყავით, რა თქმა უნდა. 15 დამწერლობა არსებობს სოფლიოში იმ ტაძრებს ვერ ავაგებდით. როგორ სამი გვაქვს და სამი უძველესია და ამ სამი უძველესთან ერთი ჩვენია და იმ ერთში კიდე სამი შედის და ისიც სამივე ჩვენია. ანუ ჩვენ
ზარმაცები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ გავზარმაცდით. ეხლა ეს არის ფაქტი. ანუ კი, უნდა რაღაცა შევცვალოთ. აი მაგალითად, ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ გვარი რო შევიცვალე, სკოლა, უბრალოდ უნივერსიტეტში რომ მივედი, კოკაიას გვარს აღარ ატარებ თუ კოკაიაც ორივე დარჩა და დარჩა. ლაპენიანიც. არა. უყურეთ, ხო. ლიტვაში არის ტრადიცია. როდესაც თხოვდები, გვარს იცვლი. მაგალითად, ჩემი ქმარი არის ლაპენას, ქალიშვილი, ხო. 100-ით ბოლოვდება მამაკაცის გვარი, იენე არის გათხოვილი ქალის გვარი და აიტე და ბოლოვება არის გოგო, გაუთხოვარი გოგო. და ესეთი ტრადიცია და მე ქალიშვილი. დიახ. ანუ ოჯახში ყოველს ხონარი გვარი გაქვთ. ანუ ერთი გვარია, მაგრამ ჩვენ ერთ ღერს, ხო. ესე არის. და როგორ იყო, იცით, უნივერსიტეტში რომ მივედი, აი როდესაც მე გადავწყვიტე რომ გაუთხოვილიყავი, ანუ ჯერ ხო არავის არ ჯეროდა, მაგრამ ანუ და ბოლოს აი ესეთი შენ რო უკვე იცოდი ვინ გეყოლებოდა და ქმარი, როგორ აი, როგორ გინდოდა ზუსტად როგორი ვიცოდი. უნდა ყოფილიყო. და ესე მივედი უნივერსიტეტში და ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ანუ უჩქუფელები, რომ შე გამყიდველო, გვარი როგორ შეიცვალეო? ეხლა ვუყურებ ამ ადამიანებს და მეთქი გამყიდველი ქართველებმა გითხრეს. ქართველებმა უნივერსიტეტში თან ხუმრობით, მაგრამ თან ხო. არა, რა ხუმრობით, ძალიან არა? სერიოზული ხო. ტონით. შე გამყიდველო, გვარი როგორ შეიცვალეო? მეთქი მე არც ქვეყანაზე მithქვამს უარი და არც ანუ ეს არის უბრალოდ ტრადიცია და მე ეს მივიღე. და იცით მე რა გამიკვირდა და ყოველთვის ამას ვამბობდი, ჩემი ქმარი მეუბნება ხოლმე რომ ამ თემაზეც არ უნდა ვისაუბრო, მაგრამ ეხლა გამოვიყენებ ამ შანსს. აი ქართულ კაცს რომ ცოლი მოყავს, ქართულ კაცს რომ უცხოელი ცოლი მოყავს, ხო? ის მოქალაქეობასაც იღებს. ანუ პირველი შესაძლებლობა. არ აი მოდი ასე ვთქვათ 100%-ზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ესე ვთქვათ 97% პირველი შანსი და ეგრევე დაიკავებს ევროპულ პასპორტს ხელში. ეგრევე დაიკავებს. მე მაგალითად 14 წელია ქორწინებაში ვარ და გქონდა დიალოგი, რომ იქნებ პასპორტი ამეღო ლიატუური, რომ არ მერბინა აი ამ ბინადრობის უფლებაზე რამოდენიმე წელში. ყოველთვის ესე. აი მე ისეთი არ მიყვარს სიამაყე სიტყვის გამოყენება, მაგრამ აეროპორტში რომ გავარხომ ესე დიდ რიგებში ჩემი ქართული პასპორტი მოგწავს. ისეთა როგორ გავარიცე და აი და რაღაცა თითქოს ხო, ანუ ერთმანეთის მაინც რიგში საწინააღმდეგო. დგომა ჯობია. მაინც ქართველი იმას როგორ უნდა ვთქვა, რომ აი თითქოს და ვინც მეს მითხრა რომ აუ გვარი როგორ შეიცვალე, აი დარწმუნებული ვარ რომ პირველივე შესაძლებლობა და ეგრევე უარი ექნება ნათქვამი ქართულ მოქალაქეობას. ამიტომ ხე ნაყოფით შეიცნობა და სიმართლე რო გითხრათ, ჩემი ხასიათი იმდენად ხისტია და მე იმდენად ძლიერი დედის გაზრდილი ვარ და ზოგადად გენეტიკურად და მერგო, აი ჩემი მამის მხრიდან, დედის მხრიდან ზოგადად ისეთი რაღაცები მე ყოველთვის უხილო, რასაც ვერ ხედავ და ვერ ყიდულობ, ესეთი რაღაცები მიყვარდა და ეთყობა უფალმა ეს ყველაფერი მომცა რაღაცა ძალა მომცა შინაგანად, იმიტომ რომ მე ვინ ვარ უფლის გარეშე. და აი იმდენად ესეთიო, რომ ამას ვერამ ვერ წამართმევს მე ქართველი ვარ და მე უბრალოდ ისეთი ხასიათი მაქვს ეხლა ჩემმა კაც ანუ მეუღლე ქართველი რომ ყოლოდა და რო ეთქვა, რომ იცი რა დედა ერთია და ცოლი 1+. უეჭველი გამიცნობდი ტელევიზორით, იმიტომ რომ ბოლო სიტყვები იქნებოდა მისი ეს როგორ უნდა მაკადროს ადამიანმა. ბოლოს. რომ ანუ მე ორი, ანუ შეიძლება შენ ანუ მეორე ფლანგზე ხარ. ხო. და მე ყოველთვის ვამბობ. არა, ესეც არის ცოტა მაინც ვაბრალებ რაღაცნაირ საბჭოთა შეხედულებები ბოლოს არა. სიტყვები იქნებოდა იყვარა. ანუ ეს როგორ უნდა მაკადროს ახლა ადამიანმა, რომ დედა ერთია და ცოლი 1+. ანუ ესე იგი, ესე გამოდის, რომ შენ რომ მოპეზრდები ადამიანს, შეგცulis. მე არ მგონია რომ ეგ იყო. დავიზაფრე ხალხოცა. ხო, არ გადავტყვა. ყველა ჩვენ გამოცდილებები ხო, გვაქვს. არა, აი რა ამიტომ თქმა კითხე უნდა, მარიამს. რა თქმა მარიამი არის ეს ახლა საერთო გამოცდილება არის საქართველოში დედა ერთი და ცოლი 1+. ეს არის ჩვენი საერთო მენტალიტეტი. ანუ როგორ ქვია, ეს არის ჩემი შეხედულება არ არის, ეს არის მე არა, ანუ რას გამოგვაცდევინოს ჩვენ. არა. მსგავსი. არა, მე მყავს დედამთილიც. იყოს არა მგონია რომ ეხა მე მეორე ვიყო. დავით, არა, მაგის გარდა შვილს ვზრდი ბიჭს და ანუ მე არ მოვთხოვ ჩემ შვილს რომ მე უნდა ვიყო პირველი რა. ანუ ეს არის მაგას თავი. ვამბობ. ეს როგორ არის გაზრდი. ეს როგორ გაზრდი ამაზეა დამოკიდებული და ეჭვი მაქვს ჩემი მეუღლეც არ გაზრდილა ესე, იმიტომ რომ თავს მეორედ არ ვგრძნობ. ანუ
პირველი თუ ხართ, მეორედ ვერ იგრძნობ. არა ხო, არ აი, არც შენ- არავის არ უგრძნობინებია რა. შენ თქვი რომ რაღაცები არ არის ქართული, აი წეგანაც რომ საუბრობდით, ეს არის გრუზინული და არა ქართული და მე მგონი ამ ყველაფერზე რომ ვლაპარაკობთ, ისევ თავს მიმართლებ, მაგრამ მე მგონი ეს ყველაფერი გრუზინულია. მართალი ხართ, ზუსტად ეგრეც, ეს არის გრუზინული. მე ყოველთვის რატო ვამბობ. ხმარობთ რუსულ სიტყვას? ეს არის საბჭოთა, ანუ ტყილა არ ხმარობ, ზუსტად. ანუ რა. იმიტომ რომ ეს არის- მიბანიშნე რაზეც ვესაუბრებოდი, კი, რაზეც კი. თქვენ ანუ ანუ მარტო მარტო ხმარობ, ხმარობთ ყველა ამ სიტყვას, იმიტომ რომ ეს არის ის რაც რაღაცნაირად დაგუმართეს და რაღაც ისტორიის რაღაც ეტაპზე ესე ესები აწყობდათ ჩვენი დანახვა. კი. და მე ეს ჩვენ დავიჯერეთ მაგრამ- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, თორე ისეთი კულტურის ხალხი, რაც ჩვენ ვართ, არ მგონია, რომ ეს მენტალობა შეგვეფერებოდეს არ შეგვეფერება, ქართულს არ შეეფერება. კი. მე ესა ჩემი მეუღლე ამაზეც მეუბნება, რომ ეს არ თქვაო, ანუ არ გინდაო, არავის არ აწყენინაო ესე მეუბნება, მაგრამ მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ გამოვასწოროთ. მე ზოგადად ესე ვფიქრობ. ასევე არის სხვა დანარჩენიც. მე როდესაც ვლაპარაკობ რაღაცა ჩვენს პრობლემაზე, მე ეს ყველაფერი მტკივა. მე მირჩევნია ეს ყველაფერი ვილაპარაკო სხვა ერზე. რომ აი ის სერია ესეთი. ნუ ყველას აქვს კი, თავისი. მაგრამ ხო. მე ესე გამოვხატავ კი, სიყვარულს, მესმის, ჩემი ერის გასაგებია. სიყვარულს ესე გამოვხატავ, რომ ვამბობ, აი აქ უშვებ შეცდომას. აი ეს არის შეცდომა, აი დავიჭირე შეცდომა, მოდი ეს შეცდომა და გამოვასწოროთ. მე ესე ვფიქრობ. ხო, ვიმუშაოთ. ვიმუშაოთ ხო, ამ ცხადია. ყველაფერზე. კი, და აი რაც შეხება მეუღლე მეუნება არ თქვა ხოლმე. მე ვამბობ, ლიტვაში მეკითხებიან, რატო გრუზია და საქართველო. ლიტვაში ძალიან ისეთი ის არის პოპულარული, რომ საქართველო დაგიძახოს და 8 წლის წინ დაახლოებით სოფლიოში პირველებმა დაგვიძახეს ჩვენი აუთენტური სახელი და ჩვენც მეგობრობის და მადლობის ნიშნად ასევე დავუძახეთ მათ ლიეტუვა. და ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე, რომ რატომ არა გრუზია. ერთ-ერთი გიდის მეშვეობით გავიგეს, მე თვითონაც არ ვიცოდი, ეს გრუზია ჩვენი ყველაზე ბოლო სახელი არის, რომელიც რუსებმა დაგვარქვეს და დამატებით გრუზს ნიშნავს თურმე ტვირს დამატებით. და ლეტუელებს ვეუბნები ხოლმე, რომ მეთქი ეს ჩვენც არ მოგწონს თქო და თუ დაუკვირდებით ახლა, აი, ნუ იქნები გრუზინი. აი, ხო ვეუბნებით ხოლმე ჩვენ ერთმანეთს, ანუ რას ნიშნავს ეს ნუ იქნები რა, ის ცუდი ადამიანი, აი, ცუდად რო იქცევა. იმიტომ რომ საქართველო და ქართველობა ჩემთვის არის აი იმ კულტურასთან ასოცირდება იმ დამწერლობასთან, ცეკვასთან, სიმღერასთან, აი იმ ყველაფერ კარგთან, რაც გვაქვს. ჩვენ ისეთი ლიტერატურული ნაშრომები გვაქვს ზოგადად, რომ აი ისეთი ღრმა არის, რომ დაუკვირდე, რომ აი მაგას რო წავიკითხავ ხოლმე და მე რო დავინახავ რაღაცა, აი თუნდაც ის დედა ერთია და ცოლი 1+, რანაირად, შენ არ ხარ ქართველი. სუფრაზე მოგისმენია? ზოგადად, ანუ მე ვამბობ მენტალობაზე და ეს ესი არის და ამაზე ჩემი პასუხი ყოველთვის არის ასეთი. ეს ორი სხვადასხვა ფენომენია, გრუზინი და ქართველი, ეს არის ორი სხვადასხვა ფენომენი და ჩვენ ორივე ერთად ვცხოვრობთ საქართველოში. და ხო, ნუ ვიღაცები ვისაც რუსეთმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იქონია და ნამდვილად. გარკვეულ თაობაზე, და ხო, ამიტომ აქვს მე თაობა, იმედი. რომ შენ როგორ შეეხვანის ნახეთ ხო. ცოლი და არა, რა თქმა უნდა, იცი რა ხო. არის, თაობა და დრო ისე რაღაცას აკეთებს, ხოლმე კი. ის ეპოქა რაშიც და დრო. ცხოვრობ, კი, და ის ეპოქა განათლება. ისეთ გავლენას ახდენს შენ თუ მაგრად არ დაუდექი და ჩვენ ამ დროს რუსეთმა ასე ისარგებლა. მე მგონია, რომ ეს სრულად გავლენა დიდი. დიდი გავლენა და დამსახურებაა რუსეთის. ასე ვფიქრობდი მეც, მაგრამ აჰა. დღეს ეხლა ვფიქრობ ესე, რომ ყველაფერი, აი რაც რუსეთს ეხება, რუსეთი აკეთებს, ანუ ეს მისი მიზანია, მაგრამ ყველაფერს ჩვენი ხელებით ვაკეთებთ. ანუ რეალურად არჩევანში ვართ თავისუფლები. ჩვენ გვინდა მოვუსმენთ მაგალითად ქართულ პროპაგანდასაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ყველა ძალიან შემთხვევაში, დემოქმედებს. რა თქმა უნდა, ხალხზე, მაგრამ ყველა მithumetes. შემთხვევაში ჩვენ არჩევანში ვართ რა თავისუფლები. თქმა უნდა, ეს ჩვენ გვინდა, უბრალოდ ჩვენ უნდა მოგწონს. იცოდე ეგ, რომ ყველაფრის შესხლა საკუთარი თავიდან იწყება. კი, ზუსტად, ჩვენ ყველა ჩვენი საწოლი უნდა გავასწოროთ პირველ რიგში და მერე გადავიდე და შესაბამისად, მე როდესაც მე ვსაუბრობ ოჯახზე, ვფიქრობ, რომ ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მე ვფიქრობ, რომ მე მარტო ჩემი დამსახურება არის უფლისნებით, ესე რომ ვთქვათ, მაქვს ძალიან კარგი ოჯახი. და ვფიქრობ, როდესაც ადამიანს რაღაცა რჩევას ვაძლევ ხოლმე ოჯახზე, იმიტომ ვაძლევ, რომ მე მაგალითად, ჩემი მშობლები დაშორებულები არიან და ბავშვები და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აი არ მიყვარს ეს დაშორება, ესეთი რაღაცები არ მიყვარს და ტკივილი, ანუ ბავშვების ესე ვთქვათ, ტრამვა არის ერთგვარი, როდესაც მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს. აი რო ვიბადებოდი ახლა იგივეს ღმერთს რომ ეკითხა ჩემთვის ვინ გედა შენი მშობლები იყოს და აუცილებლად ისევ ჩემს დედას და მამას ავარჩევდი აუცილებლად.
იმიტომ რომ რაღაცა ვფიქრობ რომ რაღაც უკეთესი ვინ შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ როდესაც მე ვქმნიდი ოჯახს, ყოველთვის ვფიქრობდი რომ არა, ის არ შეიძლება რომ ესე იყოს. მე აუცილებლად ვნახავ ისეთ ადამიანს, რომლისთვისაც მე არ ვიქნები 1 პლუსი. იმიტომ რომ რატომ იცით, დედაჩემი იმ წამიდან როდესაც მუსლში ჩავისახე, სულ ბიბლიაზე მელაპარაკებოდა და ერთი რაღაცა ესეთი ჩამრჩა გონებაში. როდესაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ხო შექმნა ადამი და ადამს ჰქონდა ყველაფერი, რაც დედამიწის ზურგზე არის. ყველაფერი, ჩვენ არასდროს არ გვექნება ადამს რო ჰქონდა იმაზე მეტი. მისთვის იყო შექმნილი, რაც საშია, მიწაზეა, წყალშია. ყველაფერი მისთვის იყო და მოიწინა. ადამმა მოიწინა და ღმერთმა შეუქმნა ევა. არ შეუქმნა ადამიანს. დედის მოყოლილ ამბავს ყვები? მე ვყვები ახლა ბიბლიის ინსპირაციას, რაც ჩემთვის ინსპირაცია, ჩემს ინტერპრეტაციას. ხო არ შეუქმნა ღმერთმა ადამიანს ძმაკაციან ადამი და დედა არ შეუქმნა. მე ხა 4 შვილი მყავს, ხო? 3 ვაჟი მყავს ამ 4-დან, თან მით უმეტეს. მაგრამ უყურეთ, ჩემთვის ეს ის იყო პირველი ეტაპი, ადამი და ევა. უყურეთ, ეს არის რაღაცა პირველი ოჯახი. ეს არის ძალიან რაღაც ესე რომ ვთქვათ, ღრმა საკითხი არის და თუ შენ ჯერ დედა ხარ და მერე ცოლი უკვე პრობლემაა. მე არ ვამბობ რომ მე იდეალური ვარ. მე უბრალოდ ჩემ შულებსაც ასე ვასწავლი. რახან ღმერთმა ესე შექმნა, ამაში რაღაცა საიდუმლოება არის, რომ ესე იგი ჯერ ცოლ-ქმარი და მერე დედა. მერე მოდიხარ. ესე იგი თან ესე წერია კიდე რომ უნდა გავიდეს, კაცი უნდა მოშორდეს დედას და მამას. კაცზე წერია, ქალზე არ წერია. რატომღაც ესე იგი იმიტომ ხა მე რო უყურებ ჩემს ბიჭშვილებს ძალიან მიყვარს, 4-ვე შვილი მიყვარს და დედას და ბიჭს შორის განსხვავებული ურთიერთობა არის. და ხა მოვა ვიღაცა გოგო, ხო? უფრო ახალგაზრდა, ლამაზი და შენ გააზრდილ მოვლილ შვილს ესე წაიყვანს, მასთან წაიყვანს, ხო? წარმოიდგინეთ ხა როგორი გასაშვებია და უნდა გაუშვა, შენ ესე კარგი დედა მაშინ ხარ, რომ უშვებ, ეს უნდა გაუშვა, შენ უზრდი ახლა ბიჭს შვილს გოგოს, ვიღაცა გოგოს, რომელსაც ისაარჩევს, რაც მე ახლა ჩემთვის ამას ვეუბნები, რაც ახლა შემიძლია გავაკეთო, რომ მივცეს სწორი ღირებულებები, რომ როგორი მეუღლე უნდა აარჩიოს, გოგომაც და ბიჭმაც. და მე რომ მოვა და რო აარჩევს, მე ის უნდა შევიყვარო და უნდა მივცე მე მას ის ნამდვილად. მარიამ, შენი პირველობა უნდა ლაპარაკი და დათმო. უნდა დათმო. ნამდვილად. და ლიეტუვაში ვისწავლე ეს. ლიეტუვაში ცოლ-ქმარს იცით როგორი ურთიერთობა აქვს და ეს თემა რატო წამოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ესე ძალიან ლიეტუვაში მეუღლე, კაცი. ისე ექცევა თავის ცოლს. ხო ხა ციტყვის რომ შენ გაიზარდე ტყვა ესეთ ოჯახში საპატიო მოქალაქეები იყვნენ ჩემს ოჯახში კაცები ესე რომ იყვეთ გვარის მიხედვით ბაბუ არ მყავს ნანახი ტონს რო აეწიოს მე მაგას არ ვამბობ. მაგრამ ლიეტუვაში ნახე როგორი რაღაც იცით? ისე უყურებს ის კაცი თავის ცოლს. რაღაცნაირად უყურებს რა, თბილად კი, რაღაცნაირად პატივისცემით უყურებს. ხალხმერთივით. როგორ უყურებს, იცით რომ, ეხა მას რომ დედამ უთხრას, რომ წადი შენ ეხლა და შენ სოლს რაღაც ეჩხუბიან რაღაცა, ხო? არა, ლიეტუველი კაცი უმრავლესობაზე მაქვს საუბარი, ეხა მასაზე ხო, მეგობრ, თვალებში შესციცინებენ ცოლებს. და ცოლები? ცოლები თავსიფასებენ. თან რაღაცა როგორ გითხრათ და სხვათა შორის ქართველი კაცები ისეთი კარგი მეუღლეები არიან უცხოელი ქალებისთვის რომ არ ვიცი. იქ თუ ზოგადად ხო ვისაც მე ვხედავ არ ვიცი, მაგრამ ლიეტუვაში ეს შევამჩნიე რომ შრომას აჩვევენ. და რა უნდა ხა ამას ხო? მაგალითად, ეხა რო ვიყავით ბოლოს წასული და ნაქირავებში ვიყავით, იმიტომ რომ გაიზარდა ჩვენი ოჯახი და უფრო დიდი ფართი გვჭირდებოდა. ჩემს სამეზობლოში ყველა მილიონერი იყო, ჩემს გარდა, ჩემი ოჯახის გარდა, ყველა მილიონერი იყო. ამას ამბობენ, საქართველოში მილიონერი თუ ხარ, ეს აუცილებლად გეტყობა რა, შეიძლება არ ქონდეს მილიონი, მაგრამ აუცილებლად ძვირადღირებულ მანქანას სესხით გამოიყვან დაჯდები და ძალიან ბევრი ვალი გექნება, რომ რაღაცა სტატუსები გქონდეს გარკვეული ესეთი კრიტერიუმებია. ეგეთებიც ხდება კი. ხდება, მე რეალობას მე ხომ ქართველი ვარ და მე ვიცი როგორ არის, როგორც თქვენ. და იქ რო გრაშევამჩნეთ, იცი? მილიონი აქვს რა ადამიანს. დაბალი, არ უნდა ამის აფიშირება. არ უნდა, იმას იმდენი ფული აქვს, არ აინტერესებს. დააკავებს რაღაცა დღემდე ვერ ვაჩვევ ბოდიშს, თოხს და ბარს, ერთი სიტყვით რა რაღაცასე დააკავებს და ესე იმ თავს თხრიან. ხვეთ. ნიჩფით თავს ასუფთავებს. კი, და მილიონერია. შეუძლია დაიქირაოს. ხო, რა მოხდა? კი, და თვითონ ეხა ჩვენთან ესე არ არის.
სხვანაირად არის მე რა. აბსოლუტურად გეთახმები. აი მაგალითად გამოცვალეს არიან ღობე. გამონაკლისები, არის, მაგრამ იშვიათად. ხო, ლიეტოვაშიც კი. იქნებიან გამონაკლისები, მაგრამ მე მასაზე აი, ვსაუბრობ. მამა ჩემი მაგალითად ამას აკეთებდა და ეხლა იმიტომ კი, ვთქვი რომ შრომობენ, კი. ანუ ბავშვს ჩვენთან ქართველი დედა იტყვის იცი მეც მაქვს ხოლმე მიდრეკილება მასეთ რაღაცაზე და მე და მეუღლე მეუბნება რომ შენ ახლა აი ეს ქართველი დედა გერთვება ხოლმე. მერთვება ხოლმე რა ეს შენ დედა დაწექი და მე მოგიტანე და ჩემი მეუღლე მახსენებს ხოლმე რომ ეს არის აი შეხო ძალიან გიყვარს ახლა შენი შვილი და ამით შენ ძალიან ცუცუკეთებ და ამიტომ ეს არის ის კარგი არ თვისება რაც გააზარმოთ, არ რომ გავაზარმოთ. თვითონ მან თავისი. კი ბატონო წყურია ადექი მიდი წადი წყალი დალია აი რაღაცა საქმე არის გასაკეთებელი არ შეგეშინდეს აი სოფელში მაგალითად ბავშვებმა არ იციან ძროხის მოწველა გოგოებმა ეხლა მე რო სოფელში დავბადებული აქ თუ იქ? აქ საქართველოში არ იციან და ამას მე ხმამაღლა ვამბობ ანუ ვეუბნები რომ რას ნიშნავს რომ შენ სოფელში ცხოვრობ თაობები და ძროხის მოწველა არ იციან სირცხვილი არის ჩემ თვალში ესე არის სოფელში ცხოვრობ ძროხაც უნდა მოწველო ყველიც უნდა ამოიყვანო არ და უნდა იცოდე და არ წველი. არა, შობის სწავლება შა, არის ეს ხო, კი გასაგები. მეცოდება ბავშვი აბა რა უნდა ბავშვს საძროხეში აფარებს ხელს. კი ეს არის. და მე ხა მეზობელმა მითხრა ჩემმა მეზობელმა რომ კარგად გამომდის მოწველა ვსწავლობ 5 ჯერ ვიყავი და კიდე 1-5 მოსვლაო და კარგად მოწველი ძროხასო ანუ მე მინდა ხოლმე რომ ეს სხვას რაღაცას შენიშვნას მივცემ რომ აი რატომ ის უნდა ნახო რატომ ვერ გააკეთა მან და არაფერი პრობლემა რა ხო, ძალიან რთული არ არის, მეც მიცდია. კი მართლა? კი, არა, მიცდია. იცი საათ? ბაკურიანში ანდრია რომ ყავდა წაყვანილი, ანდრიას ჩემ შვილს ძალიან უნდოდა რომ ძროხა მოეწოლა და მომიწია რომ მეც მეცადა და არ იყო. მე მთელი ცხოვრება მეგონა რომ ძალიან რთული მეც ესე მეგონა რომ რაღაცა შინია მე ხო არა იცი რა მარიამი ჩამოდით და მე ისეთ მარიამი ძროხასა მიგეშვა არა იქ როცა ეს სოფლის გარემო შენთვის ორგანული გარემოა ძროხის მოწველაც უნდა იცოდე მართლა და ანუ იმ გარემოში სადაც იზრდები და სადაც ორგანულია წესით ესე უნდა იყოს ხო. ხდედა ქალაქში რო ცხოვრობ მაშინ არ გიწევს რა ეს შეიძლება რაღაცნაირად გაერთო აი სხვა თვისორის აქ ვნახე ძროხა ეხლა ისიც არ ან ვარ კი მე ჩემს რომ მოვდიოდი გზაში ორი დრო. ესეთი უბანია რომ შეიძლება იყოს. იცი რა მინდა, ეხლა შენი ლაპარაკიდან უკვე გამოჩნდა რომ ორივე სიკეთე გაქვს აღებული, ამას ხან ასე აზავებ, ხან როგორ კმაზავ, მოკლედ იმის მიხედვით, სად როგორ გინდა. აქ როგორია თქვენი საქმიანობა და გავიგე რომ ლიეტულები სეპატიჟებით აცნობთ. აი როგორ ასაკეთ რა ქვია ამ ბიზნესი ქვია, ამ შემთხვევაში სტუმარი, მასპინძელი ხარ უფრო როდესაც ლიეტუვის როგორია? გამოცდილებას ხო, აზიარებ ანუ- მე მგონი ბავშვები წავდა ვისაც აი და თან მოსწავლეები არ ხარ ახსენეთ ფოთში, ხარ მარტვილში. დიახ. ეხლა უყურეთ როგორ არის ჩვენ ორი საქმიანობა გვაქვს ავეჯის კომპანია და დიახ ლიეტუვაში და ძალიან სერიოზულ ავეჯებს ვყიდით ლიეტუვაში. და გვაქვს ტურიზმზე ვმუშაობ. საოჯახო სასტუმრო საოჯახო სასტუმრო არის, დიახ. ჩვენ ინტერნეტში არასდროს არ გამოვრჩენილ ვართ და არასდროს სულ მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ქართველებს რატო არ იღებო და მე იმდენად მტკივა ხოლმე ჩემი ქართველები რომ აი არ შემიძლია ხოლმე კიდევ რომ დავიმატო რაღაცა კიდე ქართულმა რაღაცა ცუდად რომ მოიქცეს რაღაც ძალიან გულთან მიმაქვს ესე რომ ვთქვათ და ამიტომ თავს ვარიდებდი ამ ყველაფერს და სოციალურ მედიაშიც ამიტომ არასდროს არ ანუ ქართველ სტუმრებს არ მასპინძლო მინდიან არ რა თქმა უნდა ქართველების მასპინძლობდი. მეშინოდა ცოტა არა და გვერდით წამო. ვდებდი კი ყოველთვის და ეხლა მეუღლე შემითანხმდა რომ მოდი იცი რა შენ გამოჩდი ეხლა ჩემი მეუღლის იდეა იყო რომ მე მელაპარაკა ქართველებისთვის ქსელში დიახ და შესაბამისად ამიტომ დავიწყე საუბარი თორე არ გავესაუბრებოდი და ტურიზმზე ვმუშაობთ ყოველთვის როდესაც ლიეტუველი მოდის საქართველოში თავს ესე ვგრძნობ როგორც ნამდვილი ქართველი რომ ეხლა მე ვარ მასპინძელი შეიძლება ჩემთან სულაც არ მოდიოდეს მაგრამ აი თვითფრინავში როდესაც ვზივარ და მოდის ხო 300 ლიეტუველი შემიძლია სრული ექსკურსია ჩავატარო ჰაერში ვინსად უნდა წავიდეს ის რა სუნელები უნდა 300 წამოიღოს ლიეტუველი ყოლია არა სტუმრად არა ეს როცა თვითფრინავში თავს ვგზავრობ მათთან ერთად ესეთი შეგრძნება მაქვს თქო რომ მე ვარ თითქოს ამათი ყველას მასპინძელი იმიტომ რომ მეუღლე ყავს ლიეტუველი და ის დიდი ლიეტუველი ერთგვარი, ხო. მინდა რომ დაბრუნდება ლიეტუვაში საქართველოსთან კარგი ემოციები წაიღოს შესაბამისად ჩემი სტუმრები როდესაც ჩამოდიან ჩემმა მეუღლემ ჩვენი სახლი ისე მოაწყო რომელიც ჩვენ შევიძინეთ ქართული ინსპირაციებით აი ქართველი მაგალითად ხსნის ოდასახლს და რაღაცა სასწაულებს აკეთებენ ეს კიდე მეტალოყვას ცალკე თემა არის და ჩემი მეუღლე ჩვენ რო შევიძინეთ ეს მთლიანად ჩვენი სახლი შეკრული იყო ხო რაღაცა მეტალის რაღაცები ქონდა მიჭედებული
ფირფიტე რაღაც. აი ეს ყველაფერი მოხსნა ჩემო მეუღლემ და გააკეთა ქართული ტრადიციული ტერასა. და დღემდე რასაც აკეთებს ყველაფერს, აი ამ ცდილობს რომ შეინარჩუნოს ის აუთენტურობა, რაც ქართული არის, ანუ დამსვენებელი, როდესაც ჩამოდის, მაქსიმალურად იმოგზაუროს საქართველოში და არა რაღაცა გაურკვეველ ადგილებში. და ამას ვაკეთებთ ჩვენ ესე ლიეტუვალ სტუმრებს სად დაგყავთ ხოლმე? აი ეს ტურები რისგან შედგება? მაქსიმალურად აკეთებ ყველაფერს, ხო? ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე ლიეტუვაში ვიძიებთ ამ ხალხს, ანუ ჩვენი ლიეტუვური კომპანიიდან ვეპატიჟებით, კი ბატონო და რა ვიცი, ჩემი მეგობრები და მყავს ქართული ფოლკლორი, ასე შემდეგ. ორ ტურისტულ ადგილს ვაჩვენებ. ეს არის ქუთაისი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს არის საქართველოს კულტურა, ეს ისტორიაც ხო უნდა ნახოს იმ ადამიანმა, მარტო ის რო ანახო მთაში რა ხდება, მარტო ეს ხო არის საქართველო, არის კულტურა, ჩვენ ძალიან დიდი კულტურის წარმომადგენლები ვართ, ქუთაისიდან გამოსული, ყოველთვის ესე ნუ თუ მართლა ესე იყო. ნუ თუ მართლა ასე იყო. დიახ, მე ვამბობ, რომ საქართველო არის კონტრასტი. ლიეტუვა არის ყველგან ერთი და იგივეა. საქართველოში დღეს მდინარე ლურჯი და წყნარია, ხვალ შავი იქნება, რომ წაგიხოს შეიძლება. და ჩვენი გიდი ეს გელათის მონასტერში ესე ამბობს ხოლმე, როგორც თქვენი საბონის ლიეტუველი კალათბურთელი იყო მაღალი, ესეთი იყო დავით აღმაშენებელიც. და ესე ვუკავშირებთ საქართველოს და ლიეტუვას. და ბათუმს ვაჩვენებ კიდე ტურისტული ადგილებიდან, იმიტომ რომ იმის და მიუხედავად რომ ლიეტუვას ბევრად უფრო გამართული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს და ბევრად უფრო ძლიერები არიან, ჩვენ მაინც ვართ ფასადური ხალხი, ესე რომ ვთქვათ, ხელოვნება გვესმის და ცათამბჯენებში ვჯობნი ვართ. ჯობნით? კი, ცათამბჯენებში რაღაც ექსტრავაგანტული, უფრო ლამაზი, ანუ ახალ ბათუმს აჩვენებთ, იმიტომ რომ ბათუმი ეხლა ბოლო წლებში გახდა ცათამბჯენების ქალაქი, თორე ჩვეულებრივი, საყვარელი, საზღვაო, პატარა. არა, ცათამბჯენებით თავიდანვე იყო. სანახავად მიდიან. კი, იყო. ყოველთვის ეხლა უფრო ემატება ცათამბჯენები, რა თქმა უნდა, ის ახალი ბათუმი. მაგრამ ძველ ბათუმშიც უფრო ჩვენ აი ცათამბჯენის რომ არის, იმას რაღაცა ფორმა აქვს ისეთი, რომ უფრო კარგი არის ესე რომ ვთქვათ. და ლიეტუვაში ყველანაირად გჯობს, ანუ ეგ შრომაში უბრალოდ ცათამბჯენებს არ აშენებენ ეგეთ ქალაქებში, როგორც ბათუმია. ცათამბჯენი ერთია, მაგრამ მე თვითონ ფორმაზეც საუბარი მაქვს. ქართულს ჩვენ გვიყვარს, რომ აი გავაგიჟებ ამას და მოდი ამას ახლა ესე გავაკეთებ და რაღაცას მოიფიქრებს ქართველი აუცილებლად, რომ ისე გააკეთოს, რომ მართლა ის რო ჩამოვა ის დამსვენებელი, იტყვის რომ ზოგჯერ შურს იწევს ხოლმე ბათუმი. ასე ვიტყოდი ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ჯობს ეკონომიკით და ყველაფრით ჯობს და წამოვა და ბამ უცებ დახვდება ესე ვთქვათ დუბაი ან ლას-ვეგასი. პატარა შესაძლოა ჩვენ ამაზე ვწუხართ. ლიეტუველებს შეიძლება მოწონთ, მაგრამ ხო, მოწონთ, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად შენ ამას უფრო მე ძალიან მომწონს ბათუმში მაკდონალდსის შენობაზე ვგიჟდები. კი, ლამაზი არის. ხელოვანი ხალხი ვართ ჩვენ, გემოვნება გვაქვს. ძალიან მომწონს, რომ ესე გიყვარს ქართულიც, ტრადიციულიც, საქართველოს ესე განიცდი. აი ესეთი შეხედულებები გაქვს, ძალიან მყარი, ჩამოყალიბებული და თან რო გული შეგტკივა და ხო გულიც ტკივა და კიდე რომ იმათ არ უზიარებ, რას არეუნები ხოლმე საქართველოზე, აი ამ ტურის მონაწილეებს, ვისაც ნამდვილ საქართველოს აჩვენებს. რასაც არ ვეუბნები. ხო, რა არის? ცუდ მხარეებს ჩვენსაც არ ვეუბნები. ცუდი რომელია? ეს ისეთი ცოტა ისეთი საკითხი არის, არ მინდა რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ძირითადად ქართულ კაცებს არ ვლანძღავ ხოლმე ჩემი ტურების დროს. რასაც ფიქრობ სინამდვილეში, იმას არა. სინამდვილეში ვფიქრობ, ყველაზე არა, რა თქმა უნდა. მე მაგალითად ქართველი მეგობრები მყავს, მარტულში როდესაც მოხვდებით, აუცილებლად მე უნდა გიმასპინძლოთ და უნდა გაგაცნოთ. ბოლო პერიოდში ჩემი მეგობრები არიან 60 ზემოთ. ნუ მინიმუმ ვთქვათ 55 და პლუსი ესე რომ ვთქვათ. თან კაცები. ძირითადად მამაკაცები. ისინი უფრო სანდონი არიან? მე ესე ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები არის ჩვენს ქვეყანაში. არასრულწლოვნები თხოვდებიან. 13 წლის ბავშვი შეიძლება გაყვეს 35 წლის კაცს. რეგიონებში უფრო. რეგიონებში, დიახ. მე მეგონა ანუ ამ საკითხებს ერიდები. რა თქმა უნდა, ვერიდები კი არა, ეს არის თემა, რომელსაც არ ვეხები.
იმიტომ რომ რა საჭირო ეხლა მოვუყვე დამსვენებელს. მე რა შენ გაწუხებს, ანუ რა თქმა უნდა, მაგით საქართველოს ვერ წარადგენ, ოღონდ სამწუხარო ეს მე რეალობა. მაწუხებს და ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ლეტუველი ამას ვერ მოგიგგვარებს, ესე რომ ვთქვა. ერთი რაღაცა მინდა დავამატო, სანამ ამას მოვრჩებით. ჩემი მეუღლე ძალიან ბევრ ქელეხშია სამწუხაროდ ნამყოფი. საქართველოში დიახ რაიონებში და აი მე მაგალითად როგორც ქართველს ყოველთვის მაღიზიანებდა, რომ აი რა საჭიროა ეს ქელეხები და სუფრები და ასეთი რაღაცები და თან ისეთ ქელეხებში კი არ არის ნამყოფი, რესტორნებში რო არის. აი რასაც ქვია ესე რომ გაიშლება სეფა და ეს ხის კამები მაგიდები და ეს მისთვის იმდენად სასიამოვნო პროცესი. ძალიან უცხო იქნება ალბათ. ძალიან ის კი არა ერთხელ ისე დაემთხვა რომ დამსვენებლები ყო და მოკიდა ამ ჩემს სტუმრებს ხელი ყველა წაიყვანა ფული ჩააწერინა დასვა მაგიდას ჩააწერინა ხო აბარა იყო ის სტუმრებს ხო და დასვა ანუ ესეთი რაღაცები სხვა თვალით უყურებენ და მე მითხრა ჩემმა მეუღლემ რომ შენ ამ ყველაფერს ესე ნუ უყურებო ესე ტრაგიკულად ნუ უყურებო თან რაღაცა ჩვენ ტრადიციის ნაწილია ჩვენთვის. იქ ალბათ სხვანაირი დაკრძალვებია, ხო რა? BBC ჟურნალისტი რო იყო საქართველოს ჩამოსული. აღდგომაზე. რო ნახა რომ სასაფლაოზე ხალხი კვერცხებს მიირთმევდა. და სასაფლაოზე კვერცხებს. არა, იმის ფილმი ჩვენი ნინო კირთაძის თუ არ გაქვს ნანახი გირჩევთ რომ ნახოთ, არის საოცრება, ანუ სამგლოვია რომ რიტუალები. არა მაქვს ნანახი, აუცილებლად მითხარით. ჩემი მეუღლე უყურებს ფილმებს ქართულად. ისიც რა მაინტერესებს, აი რაღაც ყველა მხრიდან შემოუარეთ და ახალი თაობა არის ის თაობა, რომელსაც ცდილობ რომ რაღაც ასწავლო შენ გარშემო, ხო? აი ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს პატარებთან რა ამას მოკლედ. მე ესეთი პრინციპი მაქვს, რომ როდესაც ხე ცუდ ნაყოფს იძლევა, აი ესე ნაყოფებს არ წვიტავ მე, ანუ პრობლემა უნდა მოვაგოროთ ფესვებიდან. მაგალითად ეხლა მე ვერ ვასწავლი უფროს თაობას როგორ უნდა მოიქცეს. უფროსი თაობისგან შეიძლება მე ვისწავლო თუნდაც ის როგორ არ უნდა მოიქცე. მარტო ის არა როგორ უნდა მოიქცე. ამიტომ ბავშვებს სოფელში ქველმოქმედებას ვეწევით და ჩემი მეუღლის იდეა იყო ესე რომ ვთქვათ. მე როგორც ესეთი კარგი ქრისტიანის მინდოდა რომ ჩემი რაღაცა ესე ეკლესიისთვის ესე რომ ვთქვათ რაღაცა გამეღო და მე ჩემმა მეუღლემ მითხრა რომ მოდი ესე შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე რომ ყველაზე კარგი არის რომ კეთილი საქმეს გაკეთება. და აი სოფლის ბავშვებს ასწავლე რაღაცეებიო. და მივხვდი რომ აი იქ არის ბედნიერება. იმის და მივხვდეთ რომ მე მაგალითად ახლა ლეტუვაში შემიძლია ძალიან ლაგჟერული მანქანებით სიარული, შემიძლია ესეთ მილიონები ძალიან ლაგჟერულად ვიცხოვრო, დიდრულად ვიცხოვრო. აზრია, ანუ არს ვერ ვხედავ ასეთ რაღაცაში. და აი სოფელში აი ეს პატარა ბავშვები რომ ჩემთან ეს სოფლის ბავშვები რომ მოდიან რაღაც ესე ვფიქრობ რომ ჯერს ერთი ამაყი არ ვარ, სიამაყი არის ძალიან ცუდი რამ, მაგრამ აი მიხარია რომ აი შემიძლია რაღაცა კარგი გავუკეთო, რაღაცა გავუზიარო, თუნდაც ის ელემენტარული ჰიგიენიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული, აი ყველაფერს რასაც შემშულებს ვასწავლი, იმას ვასწავლი ხოლმე. თან ისეთი მასწავლებელი არ გეგონოთ, რომ უიტიტიტი და რაღაცა ესე ძალიან ლაქუცა რო არის, არა მე ძალიან ესე როგორც ამუშავებთ? კი. ჩემს მოსწავლეებს ეხა ორი გამეზარდა ესე რომ ვთქვათ და ჩემთან ტურებზე ვამუშავებდი. ვალაგებინებდი ოთახებს, ანუ ვასაქმებდი და მე დავდიოდით სტომატოლოგთან, ვიკეთებდით კბილებს, რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვაკეთებდით. ანუ მე ზოგადად ვფიქრობ, რომ დახმარება ის არ არის, რომ ამოიღო და წახვიდე და ფული მისცე. ეს კიდევ უფრო აზარმაცებს ადამიანს. საქმე და შრომა უნდა ასწავლო. და ამ ყველაფერთან ერთად ასევე ინგლისურს ვასწავლი, შემდეგ მივხვდი, რომ ინგლისური კი არა, ქართული ზურიგუარი იქნებოდა, ქართული ისტორია და შეძლებს დაგვარად, აი ზოგად განათლებას ვეხებით ხოლმე და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ საქმიანობას ჩემი დიდი ბაბუა აკეთებდა მარტვილში ზუსტად. წერა კითხვის გამავრცელებლად საზოგადოების წევრი ხო? ანუ მისი ჩემი დიდი ბაბუა ორგზის საქართველოს საპატიო მოქალაქე იყო და ვეფხისტყაოსას იკვლევდა სხვათა შორის მთავარი მკვლევარი იყო, დღემდე არის თბილისის ბიბლიოთეკაში ის რუსთაველის კაბინეტი, რომელიც მისი დაფუძნებული არის. სახელი გვარ გითხრა. ალექსანდრე კოკაია. და მარტვილში თურმე ყველა სკოლა მისი დაფუძნებული ყოფილა მარტვილის სოფლებში. ხოლო დაწყებითი კლასის სკოლები იყო და როდესაც მე ამ საქმეს ესე ჩავები, ესე და სულ ამ განათლებაზე ვლაპარაკობდი რაღაცა. სისხლის ყივილი გქონია. ხო, ესე თან არავის ესე ჩემს ბაბუას არ წავუქეზები ვარ ესე რომ ვთქვათ, როდესაც ფოჩი ჩავდიოდი და ბაბუასთან მივდიოდი და
ვეხებოდი აი ამ საკითხებს და ამ განათლებას და რაღაცას და ესეთ ამბებში ვიყავი და ბაბა ესე ყოველთვის სუბტილურად ესე გაუსვამდა ხოლმე ესე ხაზს გაუსვამდა და მე მაინც ჩემსას ვაკეთებდი, მაგრამ აი ეს მე ილექებოდა ეს ინფორმაცია ჩემში ილექებოდა და ბოლოს ესე აღმოჩნდა რომ ამიტომ აღმოჩნდი თურმე მარტულში და რა ვიცი და თან აი ეს ლიეტუვური გამოცდილებაც წაიღე, ხო, ეხა ისეთ რამეებს ასწავლი, აი რაც შენ ალბათ იქ ნახე, რაც როგორ ჯობია, აი თუნდაც ის რომ არ უხდი, რომ ქირაობ, არ უხდი ფულს და კბილებს უკეთებ ამასობაში, ანუ რაღაც უცნაური არის, ხო, ქართულ სინამდვილეში. ქართულ სინამდვილეში იცით რა არის თავიდან როდესაც მე სოფელში მივედი მე სოფელი არ მინახავს ანუ მე ანუ არც ერთი ზაფხული არ გამიტარებია სოფელში იმიტომ რომ არ მყოლი არავის სოფელში და ჩემთვის ეს სოფლის მენტალიტეტი კიდე უფრო სხვანაირი იყო რთული მისაღები იყო მე არ ვიცოდი სოფელში იცით 8 წელი დამჭირდა რომ მიმეღო ანუ რაღაცები მიმეღო და ესეც არ არის ხა მე მოვედი და იცით რა ეხა ყველამ ჩემ ჭკუაზე იარეთ ვერა ხო იქ თავისი წესი ანუ შენც უნდა მიიღო რაღაც მისი ნაწილი უნდა გახდე კი მისი ნაწილიც უნდა გახდე კი ყველა მანდობს შვილს აი გოგო შვილს ყველა გამატანს ღამითაც მატანენ ანუ მე ნებისმიერ ბავშვს მანდობენ იმიტომ რომ იციან რომ იმ ბავშვს რომ ვინმე რამე დაუშავოს დამთავრებულია იქ ეგრევე ყველა ძალას ავამოქმედებ რა თქმა უნდა და ვფიქრობ რომ აი ყველა თუ ჩავა რაიონებში მე ვერ დამაჯერებს და სხვა რაიონში პრობლემები არ არის ყველამ რო რაღაცა პატარა წული სიკეთე შეიტანოს მათი ცხოვრებით იცხოვროს და აი მე იმ ხალხთან ერთად თუ არ იქნები ვერ გაიგებ რა პრობლემა არის სოფელში. სიყვარული სჭირდება ჩვენს ერთს სჭირდება მეტი სიყვარული და აი სითბო და ყურადღება. კი, აი გულწრფელობა გვჭირდება. როგორც ერთს. და აი ჩვენ ახლა ვზივართ და მე მივხვდი რომ აი მე ჩემს ბურთულაში ვიჯექი, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, აი ესე საზოგადოებაში ვიყავი, როგორც მე ვფიქრობდი, ყველა ესე ფიქრობდა და ანუ ვიცოდით რომ კიდე იყო ის რაღაცა მეორე მხარე, მაგრამ არ იცი რეალურად როგორია. ხო, იმაში იხარშები. იმაში იხარშები. ანუ თქვენც ახლა ესე ზიხარ და მეგობრებიც ესეთი ყავს, როგორც თქვენ ხართ, პლუს მინუს ესე რომ ვთქვათ, ცდომილება. აი ჩვენ გიწევთ და გისმენთ და და აუცილებლად ისეთი საყვარლები არიან და ისეთი ელემენტარული რაღაცები სჭირდება რომ სიკეთის გასაკეთებლად ერთი რაღაც ყველამ ვიცოდეთ რომ არ არის საჭირო დიდი თანხები არ არის სიკეთის გასაკეთებლად ყველაზე პირველი რაც არის ეს არის მონდომება სურვილი რომ გინდოდეთ გააკეთო რაღაც სიკეთე სულ მგონია რომ შენ რომ არ გაგდა სხვა საძლევა ეგ არის სიკეთე აი ზუსტად ბევრი თუ გაგდა არა ესეც ინტენციას გააჩნია რომ გულით იძე მაგითო ვაფართოებთ ჩვენ ამ წრეს აქრო ვართ რა და მარიამ უდიდესი მადლობა ზოგადად მადლობა რომ ესე სოფელში ჩახვედი რეგიონში და ალბათ შეგიძლია რომ კაუნაში უფრო იოლად თუ რა ვიცი ლაღი ცხოვრებითაც იყო მაგრამ ის რომ იქიდან აქ მოყავს ადამიანები და მე აქ ახალგაზრდა თაობას რაც შეგიძლია იმას უკეთებ ეგეც შენი არჩევანი და გადაწყვეტილება მოკლედ მე მინდა რომ მადლობა გითხრა მადლობა თქვენს დამშვიდობოთ ხო მარიამ ჩვენს გამომწერებს გულშემატკივრებს არ დაგავიწყეთ ისევ 4 შაბათს დაგიბრუნდებით მომავალ 4 შაბათთან